თავი 21. როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ ზეთისხილის მთასთან, მაშინ იესომ გაგზავნა ორი მოწაფე. უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინა და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. აუშვით და მომიყვანეთ. თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: უთხარით სიონის ასულს, აჰა შენი მეფე შენთან მოდის. 7 ჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიცნენ, როგორც იესომ უბრძანა. მოგვარეს მას ვირი და ჩოჩორი. დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: ოსანა დავითის ძეს. კურთხეულია უფლის სახელით მომავალი. ოსანა მაღალთაშინა. როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: ეს ვინ არისო? ხალხი კი ამბობდა: ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან. შევიდა იესო ტაძრად და გამურეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო. გადააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედების გამყიდველთა სკამები. უთხრა მათ: დაწერილია, ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება. თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი. როცა მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა დაინახეს სასწაული, რომელიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომელნიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძესო, გული მოუვიდათ. უთხრეს მას: თუ გესმის, რას ამბობენ ისინი? იესომ კი უთხრა მათ: ხო, ნუ თუ არასოდეს წაგეკითხავთ, ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება. დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ხამე იქ გაათია. განთიადისას ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა. გზაზე ერთი ლეღვი დაინახა. მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვა ზედ გარდა ფოთლებისა. და უთხრა მას: მუღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უგუნისამდე და მყისვე გახმა ლეღვი. დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: რა უცბად გახმა ეს ლეღვი. მიუგო მათ იესომ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭუდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამთასაც რომ უთხრათ აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება. ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ. როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება? მიუგო იესომ მათ პასუხად: მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. საიდან იყო იოანეს ნათლის ცემა, ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: თუ ვიტყვით ზეციდანო, გვეტყვის: აბა რატომ არ ერწმუნეთო მას? თუ ვიტყვით კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე. მიუგეს იესოს პასუხად: არ ვიცითო. მანაც უთხრა მათ: არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. აბა რა გონიათ თქვენ? ერთ კაცს 2 შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში. მან კი უპასუხა: არ მინდა, ბოლოს კი ინანა და წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან კი პასუხად უთხრა: წავალ ბატონო, მაგრამ არ წავიდა. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება? მიუგეს მას პირველმა. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანეს სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას. ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი. მოისმინეთ სხვა იგავი. იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც გააშენა ვენახი. გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო. მიწის მუშაკს ჩააბარა და წავიდა. მთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწის მუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად. მიწის მუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები, ერთნის ცემეს, მეორენი დახოცეს და სხვა ჩაქოლეს. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ. ბოლოს თავისზე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათო. მაგრამ მიწის მუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ეს მემკვიდრეა, მოდით მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი.
შეიპყრეს იგი, გააგდეს ვენახის მიღმა და მოკლეს. აბა როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწის მუშაკთ, მიუგეს მას. ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწის მუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ. უთხრა მათ იესომ: ნუ თუ არასოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში, ლოდი რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა? უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში. ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთისასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. ის ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრეს. მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ რომ მათზე ამბობდა. ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხი საეშინოდათ, ვინაიდან წინასწარ მეტყველად მიაჩნდათ იგი.